რა სიტყვით თუ გეტყვით, რომ ადამიანების უმეტესობა დასუსტებას ასაკის გამო კი არა, არამედ იმის გამო იწყებს, თუ რა არის ან არ არის მათ გეგმებში. შეგიმჩნევიათ, რამდენი ხანდაზმული ადამიანი კარგავს კუნთების ძალას, ენერგიას და მობილურობას, ზოგი კი აქტიურობას ინარჩუნებს, დადის, იღიმის და მუშაობს კიდეც 100 წლის ან მეტის ასაკში. ეს შემთხვევით არ ხდება. განსხვავება რუტინაშია და განზრახვაში. რაც მთავარია, დიეტაში მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრებ ადამიანებს შორის, ბუდისტი ბერები ატარებენ უძველეს სიბრძნეს, რომელსაც თქვენ მალე აღმოაჩენთ. ამ ვიდეოში შეითხოვთ 5 მარტივ, ბუნებრივ და ფუნქციურ საკვებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აღმოსავლურ ტაძრებში სხეულის გასაძლიერებლად, კუნთების შესანარჩუნებლად და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად 60, 80 ან 100 წლის შემდეგაც კი. ეს საკვები ჩვეულებრივი არ არის. ისინი მიზანმიმართულად შეირჩა. ისინი ხელს უწყობენ სარკოპენიასთან ბრძოლას, ზრდიან საკვები ნივთიერებების შეწოვას და მხარს უჭერენ ორგანიზმს ტოქსიკურობის გამოწვევის გარეშე. ბერებს, რომლებიც 110 წლამდე ცოცხლობენ სიცხადითა და ძალით, ერთი რამ აქვთ საერთო. ისინი იკვებებიან შეგნებულად და სიბრძნით და ახლა თქვენ გაიგებთ, რა იმალება ამის უკან. ჯანსაღი დაბერებისთვის ტაძარში ცხოვრება აუცილებელი არ არის. მაგრამ თუ აქ ნაჩვენების გამოყენებას დაიწყებთ, რამდენიმე კვირაში შეიძლება შეამჩნიოთ რეალური ცვლილებები, მეტი ენერგია, მეტი სტაბილურობა და მეტი мотиваცია. ეს 5 საკვები აქტიური დღეგრძელობის საფუძველია და ბოლო, მეხუთე ყველაზე ძლიერად ითვლება, ის რომელიც სხეულს ინარჩუნებს, როდესაც სხვები აღარ არის საკმარისი. თუ გსურთ იცხოვროთ ძალით, სუფთა გონებით და მოძრაობის თავისუფლებით, დატოვეთ მოწონება, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეთხობინებების ზარი და დაწერეთ კომენტარი ქვემოთ. მე ვირჩევ სიბრძნითა და ძალით დაბერებას. ეს ფრაზა ბეჭდავს თქვენს განზრახვას და ხსნის კარს თქვენი ჯანმრთელობის ახალი ფაზისკენ. ცოტამ თუ იცის, მაგრამ დაახლოებით 50 წლის ასაკში სხეული იწყებს კუნთების დაკარგვის ჩუმ პროცესს, რომელსაც სარკოპენია ეწოდება. ეს არ გტკივა, არ იძლევა გაფრთხილებას, არ იწვევს დაუყოვნებლივ განგაშს, მაგრამ ეს ხდება. ყოველწლიურად თქვენ კარგავთ მჭლე მასას. ეს ნიშნავს ნაკლებ ძალას, ნაკლებ გამძლეობას და ნაკლებ სტაბილურობას თქვენს მოძრაობებში და ყველაზე საშიშ ნაწილს. თავიდან ეს იმდენად დახვეწილია, რომ ბევრი მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როდესაც აღარ შეუძლია იმის კეთება, რაც ადრე მარტივი იყო, ადგომა, ჩანთების ტარება, ყიბეებზე ასვლა, ჩაჯდომა რაღაცის ასაღებად. სხეული ნელდება და გრძნობ, რომ რაღაც გწდება, მაგრამ არ იცი რა. ეს დანაკარგი მხოლოდ სხეულზე არ მოქმედებს. ის გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, დამოუკიდებლობასა და იდენტობაზე. ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ შენ? როდესაც სხვებზე იწყებ დამოკიდებულებას, როდესაც დაცემის გეშინია, როდესაც ტყივილისგან დგები საწოლიდან ან უფრო მეტხანს გჭირდება ისეთი რამის კეთება, რაც ადრე ავტომატური იყო. ეს წვეთა ნორმალური არ არის. ის დაბერების ნაწილად არის მიღებული, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. სიმართლე ისაა, რომ ამ სიმპტომების უმეტესობა თავად ასაკიდან კი არა, სწორი საკვების, სწორი მოძრაობებისა და განზრახ-მოვლის არარსებობიდან მოდის. სწორედ ეს ესმოდათ აღმოსავლელ ბერებს ყოველთვის. ბუდისტი ბერები მხოლოდ აუცილებელი ნივთებით ცხოვრობენ. მათ ჩვენსავით არ აქვთ თანამედროვე მედიცინაზე ცდომა, არც სპორტდარბაზებში ატარებენ დროს და ბევრი მათგანი 100 წელზე მეტხანს ცხოვრობს გამართული, მკვრივი და აქტიური სხეულით. ისინი კიბეებზე ადგებიან, ბაღებს უვლიან, მთებში ჩუმად დადიან ფეხში შველნი. განსხვავება. ისინი სხეულს სიბრძნით კვებავენ. მათ იციან, რა სჭირდება მას დასუსტებამდე და იყენებენ სპეციფიკურ საკვებს, რომელიც კუნთებს ხანდაზმულ ასაკშიც კი უჭერს მხარს. ეს არ არის მოდური დიეტა. ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობებს გასცდა. თუ გრძნობთ, რომ ძალას კარგავთ, რომ თქვენი გამძლეობა დაეცა, რომ თქვენი კუნთები ისე აღარ რეაგირებენ, როგორც ადრე. ეს ნიშანია. თქვენი სხეულის ჩუმი ძახილი, რომელიც გეუბნებათ. სწორად გამოკვებეთ, თორემ გავქრები. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ეს პროცესი შეიძლება შენელდეს და შეგცევადიც კი იყოს სწორი საკვებით. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს ვიდეო, რათა წარმოაჩინოს 5 საკვები, რომელიც საუკუნოვანი ბერების კუნთებს ინარჩუნებს და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება დღესვე დაიწყოთ. ახლა, როდესაც გესმით, რადევს სასწორზე, ყურადღება მიაქციეთ. რადგან პირველი საკვები ჩვეულებრივ კვებას ბევრად სცილდება. ის ღრმად მოქმედებს ქსოვილებში, კუნთებსა და თქვენს სასიცოცხლო ენერგიაშიც კი, ამიტომ შეიძლება ძალიან მარტივი ჩანდეს ამდენი ძალის ტარება. ბუდისტური სიბრძნით, ისპანახი უბრალოდ ბოსტნეულზე მეტია.
ის ჩუმი სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. ბერები ყოველდღიურად მოიხმარენ მას მსუბუქ სუპებში, ბულიონებში ან მარტივ ჩაშუშულებში. ისპანახი წარმოადგენს საკვების იმ სახეობას, რომელიც არ გამძიმებთ, არ იწვევს ანთებას და ამავდროულად ღრმად კვებავს, რადგან მდიდარია რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, G ვიტამინით, T ვიტამინით და განსაკუთრებით E ვიტამინით. ის პირდაპირ მოქმედებს სისტემებზე, რომლებიც სხეულს მოძრაობაში აკავებენ, კუნთებზე, ძვლებსა და სახსრებზე. როდესაც ისპანახი რეგულარულად შედის რაციონში, კუნთების აღდგენა, გამძლეობა და ენერგია ბუნებრივად იწყებს დაბრუნებას. ცოტამ თუ იცის, რომ ისპანახში არსებული E ვიტამინი აუცილებელია კუნთოვანი მასისა და ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის ხელს უწყობს ცილების სინთეზს, რომლებსაც კუნთები იყენებენ ზრდისა და რეგენერაციისთვის. ასევე ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლებში და როდესაც მცენარეში არსებულ Š ვიტამინთან და რკინასთან ერთად ხდება, ეფექტი ძლიერდება. ორგანიზმი შთანთქავს საკვებ ნივთიერებებს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ქსოვილები უფრო ეფექტურად იწყებენ აღდგენას. სწორედ ამიტომ ბევრი ბუდისტი ბერი, თუნდაც ძალიან მსუბუქი დიეტით, ფიზიკურად აქტიური რჩება სიბერემდე. ისპანახს ასევე აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის ამცირებს ქსოვილების ანთებას, განსაკუთრებით კუნთებში, რომლებიც განიცდიან ცვეთას, რაც ხშირად 50 წლის ასაკიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს სარკოპენიასთან ბრძოლას იზოლირებული დანამატებითა და გადამუშავებული პროდუქტებით, ბერები კვლავ ენდობიან ბუნებას და იმ სიმარტივეს, რაც საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა. ისინი ისპანახს მოიხმარენ ცოცხალი წამლის პატივისცემით. არა მხოლოდ იმისთვის, რასაც ის იძლევა, არამედ იმ ნაზობისთვის, რომლითაც ის უზრუნველყოფს. და ეს არის სულიერი დღეგრძელობის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო. კვება ზიანის მიყენების გარეშე. კიდევ ერთი ძლიერი მხარეა საჭმლის მონელება. წლების განმავლობაში სხეული კარგავს მკვრივი საკვების მონელების უნარის ნაწილს და სწორედ აქ ბრწყინავს ისპანახი. ის ადვილად ინელება, სწრაფად შეიწოვება და არ ამძიმებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც ნიშნავს მეტ ენერგიას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაც ინარჩუნებს სხეულს ვერტიკალურ, მკვრივ და ძლიერ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ იყენებენ ხანდაზმული ბერები მას მრავალი კერძის საფუძვლად. ის ინარჩუნებს წონასწორობას, აღდგება ზედმეტი მოთხოვნის გარეშე. ამ პროფილის მქონე საკვები ოქროა ყველასთვის, ვისაც სურს ერთდროულად ძალითა და სიმსუბუქით დაბერება. თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ საიმედო, მარტივი და ხელმისაწვდომი საწყისი წერტილი, ისპანახი თქვენი საუკეთესო პირველი არჩევანია. მაგრამ გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ 4 საკვებია, რომელთაგან თითოეული მოქმედებს სხეულისა და სიცოცხლისუნარიანობის სხვადასხვა დონეზე. მეხუთე, ბოლო ყველაზე ძლიერია. ის, რომელიც ეხმარება ორგანიზმს აქტიური დარჩეს 90 წლის შემდეგაც კი, ბუდისტი ბერების მიერ ყველაზე პატივსაცემ საკვებს შორისაა. ცოტა თუ შეიცავს იმდენი კონცენტრირებულ ძალას, რამდენიც სეზამს, პატარა, შეუმჩნეველი, თითქმის უხილავი თეფშზე, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს სხეულის გაძლიერება ტოქსიკურობის გამოწვევის გარეშე. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ საკვებად კუნთების, სახსრებისა და ძვლების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ, როდესაც სხეული იწყებს არა მხოლოდ კუნთოვანი მასის, არამედ ელასტიურობისა და მდგრადობის დაკარგვას. და სწორედ აქ ჩნდება სეზამი, როგორც ნამდვილი ჩუმი აღმდგენი, უკიდურესად მდიდარია კალციუმით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით და თუთიით. სეზამი ბუნებრივი მინერალია. რას ნიშნავს ეს? ის კვებავს სხეულის სტრუქტურულ საფუძველს, აძლიერებს ძვლებს, იოგებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მასში შემავალი ცილების და ჯანსაღი ცხიმების, განსაკუთრებით შავი სეზამის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ბუდისტურ ტრადიციებში. ეს ცხიმები ხელს უწყობს კუნთების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებას. ასევე აუმჯობესებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას. ორგანიზმს სჭირდება სიძლიერის და რეგენერაციის შენარჩუნება. ბერები, რომლებიც ხშირად მოიხმარენ სეზამს, გამოღვიძების შემდეგ მეტ ენერგიას აფიქსირებენ, რადგან მათ ნაკლები სახსრების ტკივილი აქვთ და უფრო მეტ გამძლეობას ავლენენ ხანგრძლივი სეირნობისა და ინტენსიური ფიზიკური აქტივობების დროს. მისი მიღება შესაძლებელია უმი, ოდნავ შემწვარი ტაჰინის პასტის სახით, ან ბრინჯის სუპებსა და მოხარშულ ბოსტნეულში შერევით და ყოველთვის განმეორებითი პრინციპით. ნაკლები მეტია, როდესაც საჩუქრებსაც უხდება. დღეში ერთი პატარა კოუზის კარგად გამოყენება ორგანიზმს უფრო მეტ ენერგიას სცემს, ვიდრე მთლიანი კვება ავტომატურ რეჟიმში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სეზამი, როგორც ლიგნანებისა და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების წყარო, რომლებიც ებრძვიან ჟანგვით სტრესს. ეს ნაადრევი დაბერებისა და კუნთების დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ თესლის თქვენს რუტინაში დამატებით, თქვენ აძლიერებთ ორგანიზმს შიგნიდან გარეთ. ბერები ამჩუმ, მაგრამ მტკიცე ენერგიას უწოდებენ, რომელიც სხეულს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს და გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მათგანი ენერგიულად აგრძელებს სიარულს 90 ან 100 წლის ასაკშიც კი. თეფშზე მოთავსებული საკვები ქმნის იმას, რაც რჩება. თუ გრძნობთ, რომ ძალას კარგავთ, რომ თქვენი სტრუქტურა სუსტდება ან რომ თქვენი სხეული აღარ რეაგირებს ისე, როგორც ადრე, სეზამი შეიძლება იყოს ის დახვეწილი, მაგრამ ძლიერი გაძლიერება, რომელიც გაკლიათ და მოგზაურობა გრძელდება. შემდეგი საკვები კიდევ უფრო პირდაპირია. ის ერთდროულად აქტიურებს როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ ენერგიას. ბუდისტურ ტრადიციაში სხეული ტაძრად აღიქმება და ტაძარს სჭირდება სითბო, სისხლის მიმოქცევა და ყოფნა. სწორედ ამიტომ ჯანჯაფილი, ეს მარტივი და არომატული ფესვი, აღმოსავლური მონასტრების თითქმის ყველა სამზარეულოშია წარმოდგენილი. არა მხოლოდ მისი არომატის, არამედ იმისთვის, რასაც ის ორგანიზმში აღვიძებს. ჯანჯაფილი ცნობილია, როგორც ფესვი, რომელიც აღვიძებს სასიცოცხლო სისტემას. აქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კუნთებისა და სახსრების ენერგიას. და როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელობით დაბერებაზე, ის ხდება ნამდვილი, უხილავი მოკავშირე სისუსტის, სტაგნაციისა და სხეულის შენელების წინააღმდეგ. 50 წლის შემდეგ ხშირია მეტაბოლიზმის შენელება. საჭმლის მონელება ნელდება. სისხლი ნაკლები ძალით ცირკულირებს და კუნთების აღდგენას უფრო მეტი დრო სჭირდება. და სწორედ აქ შემოდის ჯანჯაფილი ოსტატურად. ის ათბობს, ასუფთავებს და ამუშავებს. მისი თერმოგენული ეფექტი ბუნებრივად აჩქარებს მეტაბოლიზმს, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების დაცვაში, ქსოვილებში ანთების შემცირებაში და ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურებაში. თითქოს სხეულს ეუბნება, გამოფხიზლდი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა და ეს გზავნილი დაღლილ კუნთებსა და დაჭიმულ სახსრებს ახალ სიცოცხლეს აძლევს მისი გააქტიურების ძალის მიღმა. ჯანჯაფილი ასევე აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც უმნიშვნელოვანესია მათთვის, ვისაც სურს კუნთოვანი მასის შენარჩუნება სიმწიფეში. კარგად კვებას აზრი არ აქვს, თუ სხეული არ შეიწოვს და ჯანჯაფილი საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალებაა. ის საშუალებას აძლევს ვიტამინებს, მინერალებს და ცილებს უკეთ გამოიყენონ. ხანდაზმული ბერები, თუნდაც ძალიან მსუბუქი დიეტის დროს, თავიანთ სხეულს ძლიერად ინარჩუნებენ სწორედ ამ დეტალის წყალობით. მათი სხეული მეტს შეიწოვს, რადგან ისინი სუფთა, ფხიზელი და აქტიურია. ჯანჯაფილის გამოყენება შესაძლებელია ნაყენებში, ბულიონში, მოხარშულ ბოსტნეულში, სუპებში და ბრინჯთან ერთადაც კი. აღმოსავლურ ტრადიციებში ჩვეულებრივია მისი მიღება დილით, უზმოზე მცირე დოზებით, შინაგანი ცეცხლის გასაღვივებლად. როგორც ოსტატები ამბობენ, ბუდისტებისთვის ეს ცეცხლი წარმოადგენს სასიცოცხლო ენერგიას, ძალას, რომელიც არა მხოლოდ კუნთებს, არამედ აზრებს, ემოციებსა და დისციპლინასაც ამოძრავებს და სწორედ ეს ძალა უშლის ხელს სხეულს დროს დაუმორჩილებლობაში. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ენერგია დაბალია, სისხლის მიმოქცევა ნელია ან თქვენი სხეული ნელა რეაგირებს თქვენს განზრახვებზე, ჯანჯაფილი შეიძლება იყოს დაკარგული სტიმული, მაგრამ ეს მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა. შემდეგი საკვები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებულია სულიერ რეტრიტებში და ის ბუდისტი ბერების რაციონში რეკონსტრუქციის ენერგიას ატარებს. ყველაფერს აქვს მიზეზი. არაფერი არ არის არჩეული მხოლოდ გემოსთვის. ყველაფერი სულიერ და ფიზიკურ ფუნქციას ასრულებს და ყველაზე სიმბოლურ და ძლიერ ხილებს შორის მათთვის, ვისაც სურს სიმწიფეში ძალის შენარჩუნება, ქლიავს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აღმოსავლურ ტრადიციებში ის ღრმა განწმენდისა და სასიცოცხლო ენერგიის განახლების საკვებად ითვლება. როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ, დაბერებულ, მკვრივ კუნთებსა და სხეულის აღდგენაზე, ქლიავი მოქმედებს როგორც რეკონსტრუქციის ნამდვილი აგენტი, რომელიც მდიდარია B და J კომპლექსის ვიტამინებით. ქლიავი კვებავს კუნთოვან ქსოვილებს, იცავს ძვლებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ მისი ნამდვილი გამორჩეული თვისებაა ანტიოქსიდანტებისა და ბოჭკოების მაღალი კონცენტრაცია, რომლებიც ასუფთავებენ, ამცირებენ ანთებას და აღადგენენ თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლით და საჭმლის მონელების ხელშეწყობით. ის ამცირებს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რაც პირდაპირ კავშირშია ენერგიის დაკარგვასთან და კუნთების რეგენერაციის სირთულესთან. თითქოს ქლიავი ქმნის შინაგან სივრცეს სხეულისთვის საკუთარი თავის აღსადგენად და ამას ნაზად, ტკბილად და ეფექტურად აკეთებს.
კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი მომენტია მისი დადებითი გავლენა ნაცლავებზე. ხანდაზმული ბერები მოიხმარენ გამხმარ ან ახალ ქლიავს ზუსტად იმიტომ, რომ იციან, რომ ჯანსაღი ნაცლავი კუნთების შეწოვის საფუძველია. როდესაც ნაცლავები დაბლოკილია ან ტოქსიკურია, სხეული სწორად არ იყენებს საკვებ ნივთიერებებს და კუნთები იწყებენ დაშლას. კარგი კვების შემთხვევაშიც კი ქლიავი ნაცლავების რეგულირებით ხელს უწყობს სრული შეწოვის და მუდმივი რეგენერაციის ციკლს. ის არა მხოლოდ კვებავს ორგანიზმს, არამედ ამზადებს მას იმისთვის, რომ მიიღოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. სულიერ კულტურაში ქლიავი ასევე მდგრადობისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ის იზრდება რთულ კლიმატურ პირობებში. ნელა მწიფდება და მკვრივი რჩება ძლიერი სიცივისა და სიცხის დროსაც კი. თვისებები, რომლებიც ბუდისტებისთვის წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უნდა განვავითაროთ. სწორედ ამიტომ ეს ხილი შემოთავაზებულია რეტრიტებში, ცერემონიებსა და სულიერი გარდამავალი მომენტებში. ის ინარჩუნებს სხეულს, ხოლო სული ძლიერდება და ეს კავშირი შეგნებული დღეგრძელობის ნამდვილი საიდუმლოა. თუ გრძნობთ, რომ დაბალი ენერგიით ხართ დათრობილი, ნელი მონელება. თქვენს სხეულს სჭირდება სიმსუბუქე და კვება. ქლიავი შეიძლება იყოს ხილი, რომელიც შიგნიდან ასუფთავებს და გარედან აძლიერებს, ხოლო რაც შემდეგ მოდის, კიდევ უფრო განსაკუთრებულია. მეხუთე საკვები ყველაზე ძლიერია. ის ინარჩუნებს ბერებს, რომლებიც 100 წლამდე ცოცხლობენ და ინარჩუნებს მათ სხეულს ვერტიკალურ მდგომარეობაში. მაშინაც კი, როდესაც ასაკს აღარ აქვს მნიშვნელობა ყველა იმ საკვებს შორის, რომელსაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ ბუდისტი ბერები. არსებობს ერთი, რომელიც არა მხოლოდ კვებავს, არამედ ასწავლის სხეულს წინააღმდეგობა გაუწიოს ლოტოსის თესლს, რომელიც დასავლეთში ნაკლებად ცნობილია, მაგრამ აღმოსავლეთში ნამდვილ ცოცხალ რელიქვიებად ითვლება. თითოეული ლოტოსის ყვავილის შიგნით, რომელიც ტალახში იბადება, მაგრამ სიწმინდით ყვავის, არის თესლი, რომელიც კონცენტრირებულია ჩუმი ძალის, სულიერი დღეგრძელობისა და ფიზიკური რეგენერაციის არსს. ეს თესლი უკიდურესად მდგრადია. არსებობს არქეოლოგიური ჩანაწერები ლოტოსის თესლის შესახებ, რომლებიც 1000 წლის განმავლობაში დამარხვის შემდეგაც კი აღმოცენდნენ და საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნების ეს უნარი ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ რას სთავაზობენ ისინი მათ მომხმარებლებს. ლოტოსის თესლის კვებითი ღირებულება შთამბეჭდავია. ხოველი 100 გრამი დაახლოებით 24 გრამ მაღალი ხარისხის მცენარეულ ცილას შეიცავს. ეს მათ ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ბუნებრივ წყაროდ აქცევს მათთვის, ვისაც სურს კუნთების აღდგენა, სხეულის ტონუსის შენარჩუნება და მეტაბოლიზმის აქტიური შენარჩუნება ასაკის მატებასთან ერთად. გარდა ამისა, ისინი მდიდარია მინერალებით, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და კალიუმი, ასევე ანტიოქსიდანტური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ უჯრედების წვეთას და ქრონიკულ ანთებას. ისინი კუნთების ჯანმრთელობის ორი უდიდესი ბოროტმოქმედია 60 წლის შემდეგ. მაგრამ ყველაზე გასაკვირი მათი საჭმლის მონელების სიმსუბუქეა. ცილის მრავალი წყაროსგან განსხვავებით, ისინი არ ამძიმებენ ორგანიზმს, არ იწვევენ შებერილობას ან შეკავებას და არეგულირებენ ნაცლავებსაც კი, რაც პირდაპირ აუმჯობესებს სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას. ბუდისტი ბერები ლოტოსის თესლს მოიხმარენ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მარხვის ან ღრმა დუმილის დროს. ისინი აღიქმებიან, როგორც საკვები, რომელიც სხეულს აძლიერებს გონების დაბინდვის გარეშე. ბევრ ტაძარში მათ ამზადებენ მსუბუქ სუპებში ან დამამშვიდებელ ჩაის სახით, რომლებიც გამოიყენება სხეულის აღსადგენად და სულის სიფხიზლისა და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. ამას თავისი მიზეზი აქვს. ლოტოსის თესლი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც აბალანსებენ სისხლში გლუკოზის დონეს. იცავს ტვინს და აძლიერებს სასიცოცხლო ენერგიის შეგრძნებას ემოციური სტაბილურობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აძლიერებენ ზედმეტი სტიმულაციის გარეშე. ისინი კვებავენ და არ იწვევენ დათრობას. ისინი სიმბოლურად გვთავაზობენ ყოფნას. ლოტოსი არის დაძლევის მცენარე, რომელიც ტალახში იბადება, სიბნელეში იზრდება და ზედაპირზე სიწმინდითა და ძალით ყვავის. მისი თესლი კი იმავე ენერგეტიკულ კოდს ატარებს. ისინი ეხმარებიან სხეულს ძლიერი დარჩეს რთულ დროსაც კი, აღიდგინონ თავი მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ყველაფერი დაღმასვლაშია. სწორედ ამიტომ უწოდებს ბევრი ბერი მას მდგრადობის სულის საკვებს, რომელიც ასწავლის არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას, არამედ აყვავებას დროის, ტკივილის ან ასაკის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ამდენი ოსტატი, თუნდაც 90, 100 ან თუნდაც 110 წლის ასაკში აგრძელებს გონების სიცხადით, სხეულის სიმტკიცით და სულის სიმსუბუქით. ისინი არა მხოლოდ დაბალანსებულად იკვებებოდნენ, არამედ სიბრძნითაც იკვებებოდნენ.
თუ გრძნობთ, რომ დრო თქვენს სხეულს აზიანებს, რომ თქვენი ენერგია აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო და რომ თქვენს კუნთებს ცილის ფხვნილი ან წამალი არ სჭირდებათ. ლოტოსის თესლი შეიძლება იყოს ის ჩუმი პასუხი, რომელსაც ელოდით, რადგან როდესაც საკვებს აქვს მიზანი, ის წყვეტს რუტინას და ხდება გზა და ეს გზა შეიძლება იყოს ის, რაც გინარჩუნებთ სწორხაზოვნებას, ძლიერს და ნათელ ხედვას. მაშინაც კი, როდესაც ასაკი სხვაგვარად გვეუბნება, აზრი არ აქვს იცოდეთ 5 ყველაზე ძლიერი საკვები, რომელსაც საუკუნოვანი ბერები იყენებენ. თუ თქვენ კვლავ ჩარჩენილი ხართ ცხოვრების წესში, რომელიც თქვენს სხეულს აფერხებს და ენერგიას ანადგურებს, შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ლოტოსის თესლი, კოჯა და ისპანახი. მაგრამ თუ დროის უმეტეს ნაწილს ჯდომაში ატარებთ, არ იმოძრაოთ. მიირთვით გადამუშავებული საკვები, ჩარბი შაქარი, ტოქსიკური სასმელები ან ცხოვრობთ ემოციურ დისბალანსში, თქვენი სხეული გააგრძელებს დასუსტებას. რადგან ის, რასაც შენს თეფშზე დებ, იმით უნდა იყოს მხარდაჭერილი, რასაც მასთან ერთად აკეთებ. ბერები მხოლოდ ძლიერი საკვებით არ იკვებებიან. ისინი სხეულთან ერთად რიტმში ცხოვრობენ. ისინი ყოველდღე დადიან, შეგნებულად სუნთქავენ, მედიტირებენ, კარგად სწინავთ და რაც მთავარია, არ წამლავენ იმას, რასაც ისინი კვებავენ. შესაძლოა, თქვენ მოიხმაროთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და მაინც თითქმის არაფერს შეიწოთ. ადამიანის სხეული არ არის მხოლოდ მანქანა, რომელიც იღებს საკვებ ნივთიერებებს. ეს არის ენერგეტიკული ველი, რომელიც რეაგირებს თქვენს ცხოვრების წესზე. და თუ ეს ველი გადატვირთულია უმოქმედობით, დაგროვილი ბრაზით ან არასწორი კვებით, არც ერთი სუპერ საკვები არ მოახდენს სასწაულებს. დროა, იყოთ გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. რამდენად ხშირად ცდილობთ უკეთესად იკვებოთ, მაგრამ იმავე დღეს ზედმეტ შფოთვას და მოძრაობის ნაკლებობას უშვებთ. რამდენჯერ ამბობთ, რომ ძალიან დაიღალეთ სასეირნოდ, მაგრამ საათობით ატარებთ ტელეფონთან ან ტელევიზორის წინ, დრო გადის. სხეული გაფრთხილებთ და ყოველი პატარა არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად იმეორებთ, ან აშენებს, ან ანადგურებს იმ სხეულს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გაგატარებთ. გვებავთ განკურნებას თუ სისუსტეს. ბუდისტური სიბრძნე არ ასხვავებს იმას, რასაც ვჭამთ ჩვენი ცხოვრების წესისგან. ოსტატები ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი საკვები ისაა, რომელსაც შეგნებულად, სიმსუბუქითა და დისციპლინით მიირთმევთ. თუ გსურთ, რომ ძალით, სიცხადითა და მოძრაობის თავისუფლებით დაბერდეთ, საკმარისი არ არის ბერივით ჭამა. თქვენ უნდა დაიწყოთ ბერივით ცხოვრება და ეს იწყება იმით, რასაც ახლა აკეთებთ და არა ხვალ. თუ ამას გაიგებთ, მაშინ მზად ხართ შემდეგი რამისთვის. როგორ ვაქციოთ ეს საკვები რუტინად, რომელიც ნამდვილად მუშაობს, მარტივი, პრაქტიკული და შესაძლებელი. მაშინაც კი თუ დღეს იწყებთ, სწორი საკვების ცოდნა კარგი დასაწყისია, მაგრამ ის, რაც ნამდვილად განასხვავებს, არის თანმიმდევრული, პრაქტიკული და მუდმივი გამოყენება. ეს 5 საკვები ხელმისაწვდომია, ადვილად მოსამზადებელი და შეიძლება ინტეგრირებული იყოს ნებისმიერი ტიპის რუტინაში. მაშინაც კი, თუ ცოტა დრო გაქვთ, სამზარეულოში მცირე უნარები გაქვთ, ან სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ. აქ წესი მარტივია. ყველაფრის ერთდროულად შეცვლა არ გჭირდებათ. უბრალოდ უნდა დაიწყოთ და რაც უფრო ბუნებრივია პროცესი, მით უფრო ადვილი იქნება მისი შენარჩუნება. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ. დავიწყოთ ისპანახით. მისი გამოყენების საუკეთესო გზაა ორთქლზე მომზადება ან სწრაფად მოშუშვა, რათა შეინარჩუნოს მისი საკვები ნივთიერებები. შეგიძლიათ დაამატოთ სუპებში, შეურიოთ ათქვეფილ კვერცხს. გამოიყენეთ თბილი სალათების საფუძვლად ან ბრინჯთან ერთად. დღეში ერთი ჩიქა უკვე დიდი განსხვავებაა, ხოლო თუ უმი გირჩევნიათ, შეგიძლიათ დილით ხილთან ერთად შეურიოთ. მწვანე წვენი. მეორეს მხრივ, სეზამის თესლი ადვილად შეიძლება ჩაამატოთ, მოაყაროთ ბრინჯს, შეურიოთ ლობიოში ან სალატში, ან თუნდაც საუზმეზე ხილთან ან იოგურტთან ერთად. თუ შეგიძლიათ თეთრი და შავი სეზამის თესლის მონაცვლეობა. დღეში ერთი სუფრის კოუზი საკმარისია. ჯანჯაფილი ძალიან მრავალმხრივია. შეგიძლიათ დაჭრათ და გამოიყენოთ ჩაიში, გახეხოთ, ზედმეტად მოხარშოთ პოსტნეული, შეურიოთ ბრინჯს ან თუნდაც დაამატოთ სუპებში. მცირე რაოდენობა საკმარისია მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად. მოერიდეთ მის გადაჭარბებას. ჯანჯაფილი ძლიერია და საუკეთესოდ მოქმედებს მცირე, ხშირი დოზებით. ამასობაში შავი ქლიავი შეიძლება მიირთვათ 2 გზით. ახალი სეზონური ან გამხმარი, დღეში მხოლოდ 2 ჩირი შავი ქლიავი, განსაკუთრებით საუზმეზე ან საღამოს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სხვა საკვებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვას. თუ გსურთ მათი რეცეპტებში ჩართვა, ისინი კარგად ერწყმის ფაფას, შვრიის ფაფას ან ხილს, როგორიცაა ვაშლი ან ბანანი.
და ბოლოს ლოტოსის თესლი შესაძლოა ყველაზე ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ მაინც ხელმისაწვდომია ნატურალური საკვების მაღაზიებში ან აზიურ ბაზრებზე. შეგიძლიათ მოხარშოთ ისინი ლობიოს მსგავსად, სანამ არ დარბილდება და დაუმატოთ სუპებს ან მარტივ კერძებს. ასევე შეგიძლიათ შეცვათ და დაფქოთ ფქვილად ფაფების ან სასმელებისთვის. თუ მათ ვერ პოულობთ, მათი მიღება მარტივად შეგიძლიათ ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ მაინც ღირს. მათი ძალა დაგროვებიდან მოდის. მცირე და ხშირი სჯობს დიდი რაოდენობით. ხანდახან გასაღები სიმარტივეშია. არ არის საჭირო ყველაფრის გართულება ან ერთდროულად შეცვლა. დაიწყეთ თქვენს რუტინაში ერთი საკვების დამატებით. აირჩიეთ თანმიმდევრული დრო, მოამზადეთ ის გააზრებულად და დააკვირდით, როგორ რეაგირებს თქვენი სხეული. ეს საკვები არ მოქმედებს როგორც წამალი. ისინი საძირკვლის როლს ასრულებენ და თუ აქამდე მიხვედით, ძლიერი საძირკვლის მქონე სხეულს გაცილებით მეტი შანსი აქვს დროს გაუძლოს. გილოცავთ. ადამიანების უმეტესობა სხეულზე ზრუნვას მაშინ წყვეტს, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მაგრამ ის მარტივი ფაქტი, რომ თქვენ აქ ხართ ცოდნის საძიებლად, მიუთითებს, რომ თქვენში ჯერ კიდევ არის სურვილი, გააგრძელოთ ცხოვრება ხარისხით, ავტონომიითა და ძალით, იცოდეთ ეს. ეს გადაწყვეტილება, რაც არ უნდა პატარა ჩანდეს, ახლა შეიძლება გარდამტეხი მომენტი იყოს თქვენს მომავალ წლებში, რადგან როდესაც თქვენ ზრუნავთ თქვენს საფუძველზე, თქვენს გარშემო ყველაფერი იწყებს ცვლილებას. საქმე სასწაულებზე არ არის. არც ერთ საკვებს არ შეუძლია დროის უკან დაბრუნება. მაგრამ 5 საკვებს, რომლის შესახებაც დღეს შეიტყვეთ, აქვთ რაღაც საერთო. ისინი აშენებენ, არ მოქმედებენ აგრესიულად. ისინი არ იწვევენ უკუქცევით ეფექტებს და არ საჭიროებენ ფორმულებს ან მსხვერპლს. ისინი ყოველდღიურად ჩუმად კვებავენ, აძლიერებენ და აღადგენენ. და თუ რეგულარულად გამოიყენებთ მცირე ჩვევების ცვლილებებთან ერთად, მათ ნამდვილად შეუძლიათ დაიცვან თქვენი კუნთები, თქვენი ენერგია და თქვენი თავისუფლება. დაბერება პრობლემა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიღება იმისა, რომ დასუსტება გარდაუვალია, რადგან ეს არის არასწორი კვება. თქვენი სხეულის მოძრაობა, სწორი წილი, თქვენი ყოველდღიური რუტინის მოვლა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. დრო ყველასთვის გადის, მაგრამ ის გავლენა, რასაც ის თქვენზე ტოვებს, დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც ამიერიდან გააკეთებთ. მაშინაც კი, თუ გვიან დაიწყეთ, უბრალოდ დაიწყეთ. თქვენი სხეული მაინც რეაგირებს. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.